რამდენიმეჯერ მოწეული ნარკომომხმარებელს არ ჭირდება დაჭერა და ეს არ არის სწორი. ქართული ოცნება ნარკოპოლიტიკის კიდევ უფრო გამკაცრებას გეგმავს. შეუვალი და მკაცრი იქნება სახელმწიფო. დაანონსებული ცვლილებების მიხედვით ნარკოტიკებით ვაჭრობა შესაძლოა მკვლელობის ტოლფასად დაისაჯოს. მკაცრდება სხვა მუხლებიც და საკითხავია შეამცირებს თუ არა ეს მიდგომები ნარკოდანაშაულს თუ პირიქით უფრო საშიში ქმედებებისკენ უბიძგებს ადამიანებს. დღევანდელ ეპიზოდში ამ თემაზე დეტალურად ვისაუბრებთ. თქვათ, გზაზე მიდიხართ, ყოველდღიური საქმეებით დაკავებული, მოულოდნელად პოლიციელი გაჩერებთ და გეუბნებათ, რომ მისი დაკვირვებით თქვენ შესაძლოა ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ იყოთ. მას აქვს უფლება, რომ ექსპერტიზაზე გადაგიყვანოთ. თუ პოლიციელის მოთხოვნას არ დათანხმდებით, ვალდებული იქნებით 24 საათის განმავლობაში დამოუკიდებლად ჩაიტაროთ ნარკოტესტი და შედეგი პოლიციას წარუდგინოთ. აქ არის ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, ტესტი უნდა გაკეთდეს მიმართვის მიღებიდან არაუგვიანეს 8 საათში, რადგან დრო გადის და ნარკოტიკების კვალი შესაძლოა გაქრეს. თუ ამ ვალდებულებას არ შეასრულებთ, პირველივე შემთხვევაზე დაგეკისრებათ ჯარიმა 500-დან 2000 ლარამდე, ან 60 დღე ადმინისტრაციული პატიმრობა. თუ მსგავსი შემთხვევა განმეორდა და თავი აარიდეთ ნარკოტესტს, დადგება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა, რაც პატიმრობას ნიშნავს. საკონსტიტუციო სასამართლომ ბოლო წლებში არაერთხელ თქვა, რომ მარიხუანას პირადი მოხმარება ციხით არ უნდა ისჯებოდეს და ამიტომაც 2015 წლიდან ნარკოპოლიტიკა ამ მიმართულებით თანდათან შერბილდა. ჯერ პატიმრობა გაუქმდა მარიხუანას ფლობაზე, შემდეგ მოხმარებაზე, ბოლოს კი პირად სივრცეში მისი მოხმარება ლეგალური გახდა. ახალი ცვლილებები ამ ყველაფერს სხვა მიმართულებას აძლევს, მარიხუანას მოხმარება არ ისჯება, მაგრამ თუ იძულებით ნარკოტესტზე დადებითი პასუხი გექნებათ, დაკარგავთ მართვის მოწმობას, საჯარო სამსახურში მუშაობის უფლებას და იარაღის ფლობის უფლებას. ამას მოყვება დამატებით ჯარიმა და უფრო მკაცრი სანქცია კი ის არის, რომ თუ საერთოდ უარ სიტყვით ამ ტესტის გაკეთებაზე, ციხეშიც კი შეიძლება მოხვდეთ. რამდენად მართლზომიერად მიგაჩნიათ ეს სასჯელი. თუ ადამიანი ნარკოტიკებს გაყიდის, არა აქვს მნიშვნელობა პატარა თუ დიდი ოდენობით, მას შეიძლება 12-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯოს, მათ შორის სასჯელი მკაცრდება მარიხუანას და კანაფის რეალიზაციაზეც. კანონში განისაზღვრება ისეთი ცნებები, როგორიც არის ნარკოვაჭრობა და ნარკომოვაჭრე, რაც ნიშნავს, რომ ახლა ეს ადამიანები, მათი ოჯახის წევრები, მათი ახლობლები უფრო მკაცრად გაკონტროლდებიან. შესაძლებელი გახდება ნარკორეალიზატორის ქონების ჩამორთმევა და სახელმწიფოსთვის გადაცემა. რას ნიშნავს ეს რეალურ ცხოვრებაში? მაგალითად, თამუნას ძმა ნარკოტიკების გაყიდვის ბრალდებით დააკავეს და მიუხედავად იმისა, რომ თამუნას პირობითად ამ საქმიანობასთან არაფერი კავშირი არ აქვს, ახალი კანონის მიხედვით ის მაინც სახელმწიფოს კონტროლის ქვეშ აღმოჩნდება. შემოწმდება მისი საბანკო ანგარიშები, ხოლო მისი საცხოვრებელი სახლი შესაძლოა კონფისკაციასაც კი დაექვემდებაროს, რადგან ძმა ნარკომოვაჭრედ არის მიჩნეული. ბოლო მონაცემებით ახლა ციხეში მყოფთა თითქმის 24% სასჯელს სწორედ ნარკოტიკული დანაშაულისთვის იხდის და აქედანაც კარგად ჩანს, რამდენად რეპრესიული არის უკვე არსებული ნარკოპოლიტიკა. ზოგ შემთხვევაში კი ნარკოტიკის პირადი მოხმარების მიზნით შენახვა შეიძლება უფრო ხანგრძლივი ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდეს, ვიდრე ისეთი ძალადობრივი დანაშაულებები, როგორიც არის განზრახ-მკვლელობა ან გაუპატიურება. ბოლო დრომდე შინაგან საქმეთა სამინისტრო გვეუბნებოდა, რომ 2012 წლის შემდეგ ნარკოპოლიტიკა დაბალანსებული ვექტორით ვითარდებოდა და ამის დასტურად უწყებას 3 მაგალითი მოჰყავდა ხოლმე, მათ შორის კრაკადილის გაქრობა, ბიოების და სპაისების აკრძალვა და პერიოდულად დიდი რაოდენობით ნარკოტიკების ამოღება. შსს ამაყობდა წარმატებული ნარკოპოლიტიკის რეფორმით და შემდეგ ეტაპად გვისახავდა, რომ უკვე მკურნალობა რეაბილიტაციის მიმართულებით დაიწყებდა მუშაობას და ამაში საქართველოს ევროკავშირი უნდა დახმარებოდა, რომ აი პრევენციაზე ორიენტირებული კანონმდებლობა შეგვემუშავებინა. თუ ნარკოპოლიტიკა აქამდე წარმატებული იყო, რატომ გახდა ახლა მისი კიდევ უფრო გამკაცრება აუცილებელი? შეგახსენებთ, რომ ამ დროს ქვეყანაში ჩვენ არ გვაქვს ნარკოდამოკიდებულების მაჩვენებელი და ასევე ზედოზირების
ნარკოტიკებით გარდაცვალების განახლებული და სრული სტატისტიკა. ბოლოს შედარებით მასშტაბური კვლევა ამ მიმართულებით 2022 წელს ნარკოვითარების ეროვნულმა ცენტრმა ჩაატარა და მაშინდელი მონაცემებით საქართველოში ნარკოტიკებს ინექციურად მხოლოდ 51,000 ადამიანი მოიხმარს. ამ რიცხვით საქართველო მნიშვნელოვნად უსწრებს როგორც სამეზობლოს, ასევე ცენტრალური და დასავლური ევროპის ბევრ ქვეყანას. თუმცა ამ მაჩვენებელს ემატება არარეგისტრირებული პირები, ასევე ისინი, ვინც არაინექციური ფორმით მოიხმარენ ნარკოტიკებს და ჩანაცვლებითი პროგრამების მომხმარებლები. მათი ერთიანი რაოდენობა კი უცნობია. დაანონსებულ ცვლილებებს ერთ-ერთი პირველი ექიმი ნარკოლოგი ზურა სიხარულიძე გამოეხმაურა. 30 წელია კანონებს ამკაცრებენ, მაგრამ მომხმარებელთა რიცხვი მაინც იზრდება. არ მუშაობს გამკაცრება თუ არ იზრუნე ადამიანებზე. მას კანონში გასატარებელ ცვლილებებთან დაკავშირებით ასევე კითხვები აქვს. რას უნდა ემსახურებოდეს ნარკოტესტი? ეს არის მოხმარების ფაქტის დადასტურება, დამოკიდებულების გამოვლენა თუ უბრალოდ ორგანიზმში ნარკოტიკის კვალის აღმოჩენა. მარიხუანას კვალი ორგანიზმში 30 დღემდე რჩება, სხვა ნარკოტიკები რამდენიმე საათი, ვინ განაცალკევებს ერთმანეთისგან ამ შემთხვევებს და ზოგადად რა მატერიალური რესურსი დაიხარჯება ამ პროცედურებზე. ამ კითხვებზე პასუხი ქართულ ოცნებას ჯერ კიდევ არ გაუჟღერებია, მამუკა ბდინარაძემ მხოლოდ ის დაამატა, რომ სასჯელის ერთ-ერთ ფორმად ნარკომომხმარებლის იძულებითი მკურნალობაც შეიძლება დაინერგოს და ეს მეთოდი ბევრისთვის საბჭოთა კავშირის დროინდელ სამედიცინო პრაქტიკებთან ასოცირდება. მკაცრი ნარკოპოლიტიკა, რომ ხშირად უკუშედეგს იძლევა, ამის თვალსაჩინო მაგალითი არის რუსეთი. რუსეთში ნარკოტიკის მოხმარება და მცირე რაოდენობით ფლობაც კი თავისუფლების აღკვეთით ისჯება. შედეგად ნარკომომხმარებლები გადავიდნენ იაფფასიან და უკონტროლო ნარკოტიკებზე, ისეთებზე, როგორიც არის მაგალითად დეზმორფინი, ეგრეთ წოდებული კრაკადილი, ნივთიერება, რომელიც რამდენიმე თვეში ადამიანის სხეულის დაშლას იწვევს. ხელისუფლების მკაცრი მიდგომების მიუხედავად 2012 წლის სტატისტიკით კრაკადილის მომხმარებელთა რიცხვმა რუსეთში 1 მილიონს გადააჭარბა. დარგის ქართველი სპეციალისტების შეფასებით კიდევ უფრო მკაცრი ნარკოპოლიტიკა საქართველოში გამოიწვევს იაფფასიანი ნარკოტიკების გაჩენას და სააფთიაქო ნარკოტიკის ისევ გააქტიურებას, დარკნეტის კიდევ უფრო გააქტიურებას და ბაზარზე ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების გამოჩენას, მათ შორის ფენტალინის შემოსვლას და მისი გავრცელების მაღალ რისკს. ეს არის განსაკუთრებით სარისკო იმ ვითარებაში, როცა ამ დრომდე არ არსებობს სწრაფი შეტყობინების მექანიზმი, თუნდაც რომელიც საზოგადოებას და დარგის სპეციალისტებს გააფრთხილებდა, რომ ნარკოსცენაზე ახალი სახიფათო ნივთიერება გამოჩნდა. ამასთან მკურნალობა, რეაბილიტაცია ამ ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალური ფონის გამო ბევრი ადამიანისთვის არის კვლავ მიუწვდომელი. თუ ვინმე იწყებს ანტინარკოტიკულ კამპანიას და ამკაცრებს კანონებს, პარალელურად უნდა შეიქმნას ზიანის შემცირების ძლიერი მექანიზმი. მკურნალობის სარეაბილიტაციო სერვისების პრევენციის გაძლიერებისთვის, რადგან მხოლოდ რეპრესიული მიდგომა უკუშედეგს გამოიწვევს, როგორც ამბობენ სპეციალისტები და ასევე ნარკოპოლიტიკის პოლიტიკურ იარაღად ქცევასაც შეუწყობს ხელს, რისი გამოცდილებაც წარსულში არაერთხელ გქონია. იმას, რომ ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციას უფრო პოზიტიური ცვლილებები მოყვება ხოლმე, კარგად გვიჩვენებს პორტუგალიის მაგალითიც, რომელიც ევროპაში ერთ-ერთი პირველი იყო, როცა 2001 წელს პორტუგალიამ ყველა სახის ნარკოტიკის დეკრიმინალიზაცია მოახდინა, რაც ნიშნავდა, რომ ნარკოტიკის პირადი მოხმარება დანაშაულად აღარ ითვლებოდა, თუმცა წარმოება, ტრანსპორტირება, გაყიდვა ისევ არალეგალური იყო და მთავრობამ ეს რადიკალური გადაწყვეტილება მაშინ იმიტომ მიიღო, რომ დასჯის ნაცვლად დახმარებოდა ნარკომომხმარებლებს და დაიწყო უფრო ორიენტაცია მკურნალობის, სარეაბილიტაციო პროგრამების შემუშავებაზე. შედეგად სტატისტიკა გვეუბნება იმას, რომ პორტუგალიაში ნარკოტიკებით სიკვდილიანობის მაჩვენებელი არის ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი, ხოლო ბოლო 20 წლის განმავლობაში ნარკოტიკების მოხმარების დონეც სტაბილურად არის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი საშუალო ევროპულ მაჩვენებელზე. თქვენ როგორ ფიქრობთ, რა მიდგომები იმუშავებს ქვეყანაში ნარკომოხმარების დონის შესამცირებლად? მადლობა, რომ გვიყურეთ, გამოიწერეთ ჩვენი არხი.
თუ საინტერესოა თქვენთვის გააზიარეთ ეს ვიდეო და კომენტარებში დაგვიწერეთ თქვენი მოსაზრებები.